მოგესალმებით, შემოკარგებო, დაბრუნდით საქართველოში და ჩვენი ფაზლი შევავსოთ ბოლომდე. ანუ კიდე ერთი ფიურიგანის აქსესუარი დავიმატოთ. ბევრად უფრო დაძაბული, საინტერესო და აქტიური იყო. ბოლო რამოდენიმე რეისი, ან ბოლო ალბათ 4-5 რბოლა, შეიძლება უფრო მეტიც. იყო ცალსახა ბრძოლა პირველობისთვის მარტინატორს და პეკოს შორის. რასაც ჰქონდა ძალიან დიდი წნეხი, მე გულწრფელად რო გითხრათ, ბოლოს როდის ვისიამოვნე ესე MotoGP-ის ყურებით ნამდვილად არ მახსოვს. ეს იყო ალბათ ყველაზე საინტერესო ფინალი და ყველაზე საინტერესო ბოლო 4-ეული, 5-ეული ალბათ რბოლების. გეტყვით ჩემს აზრს იმ პოლემიკასთან დაკავშირებით, რაც აი უკვე დიდი ხანია დაიწყო, რაც ეხება უნდა იყოს თუ არა ჩემპიონი მარტინი და არა პეკო. რატო? იმიტომ რომ როგორც იცით, სიახლე იყო MotoGP-ზე აქამდე არ იყო სპრინტი, რაც ნიშნავს იმას, რომ კვირა დღის ძირითადი სარბოლო შეჯიბრის გარდა ასევე დაემატა შაბათი დღის რბოლები, რომელიც რა თქმა უნდა ნაკლებ დისტანციას, ანუ წრეების ნაკლებ რაოდენობას მოიაზრებს, თუმცა იძლევა საშუალებას, რომ წლის საბოლოო ჯამური ქულების დაგროვებაში ხელი შეუწყოს ან შეუშალოს სხვადასხვა რაიდერს. ეს სპრინტების სერია დაუჯერებლად წარმატებული და ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა მარტინისთვის, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად პეკოზე, რომელიც შარშანდელი და შარშანწიდელი ორი. აი მარტინი რო უფრო მეორე ადგილზე გადიოდა ხოლმე და რეალურად პირველ ადგილოსანი რო სულ პეკო იყო ხოლმე. აი პეკოს რო ბევრად მეტი პირველი ადგილი აქვს, რომ მეტი პოდიუმი აქვს, უფრო სწრაფია, უფრო მეტი მინიმალური დრო აჩვენა სხვადასხვა ტრეკზე. რატო რა ლოგიკით შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მარტინმა მოკლედ ყველაფერი არის ძალიან მარტივად რა. ორი ვარიანტია რა. ან უნდა გაუტრაკოთ MotoGP-ის, რომ სპრინტი ისევ ამოიღოს და ამით დავკარგოთ ძალიან ბევრი მაყურებელი, მე რა უნდა დავკარგო MotoGP-მ დაკარგო ძალიან ბევრი გულშემატკივარი და კომაგი, რომელიც თვალს ადევნებს ამ სპორტს და უყვარს და მოწონს შემსავით, რადგან სპრინტმა უდაოდ ძალიან დიდი ხიბლი შესძინა ამ სპორტს და ძალიან დიდი საქომაგო ბაზა დაუმატა. მეტი გასართობი, მეტი გადასწრება, მეტი სიამოვნება, ანუ ყველაფერი მოემატა სპორტს. მხოლოდ დააკლდა ის, რომ ვიღაცებს ვისთვისაც უფრო საინტერესო იყო, რომ ეს მიმდინარეობდეს მხოლოდ ძირითადი რბოლის ფარგლებში, ანუ მაგაც გაუცრუდათ იმედი. ვისაც ყოფდა ეგ გაწყობდა ბანიაიას. არ ვიცი საბოლოო ჯამში როგორ დაждდებოდა ეკულები, შეიძლება მაინც პირველზე მარტინი იყო. მოკლედ ბევრი რო არ გავატრაკო, ეს შუაში ჩაკვეხებული სპრინტი ძალიან ცვლის აი ამათ მდგომარეობას, მაგათ არა მარტო ფიზიკურ და მენტალურ, არამედ ზოგადად ჯამურად მიდგომას, სტრატეგიებს, როგორ შეიძლება რომ დააგროვონ უფრო მეტი ქულა. დღევანდელი მოცემულობით ეს სპორტი არის ეგეთი. ვინც დააგროვეს მეტ ქულას იზიგებს. შენ თუ გინდა სულ მესამე ადგილზე გადი, მაგრამ პირველი და მეორე ადგილოსანი უფრო მეტი წრიული მოგებით, უფრო მეტი თითოეული, ერთეული გამარჯვებით ნაკლებ ქულას დააგროვებენ, სტაბილურად მესამე ადგილოსანი იგებს წლის ჩემპიონატს. ესეთია წესი, ჩემი აზრით ძალიან კარგი წესია, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ამით დაგვემატა გასართობი მაყურებლებს და რა ვიცი, მე მგონი სადაოც არც არაფერი არ არის. წესები ესეთი იყო თავიდანვე და ამ წესებით და შესაბამისი სტრატეგიით წინა წლისგან განსხვავებით წელს უკვე ისარგებლა და აგერ შვენივრადაც შეიზილა MotoGP-ის 2024 წლის მთავარი ჯილდო პირველი ადგილი ხორხე მარტინმა, რომელსაც ვინც ამარხს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ ძალიან გულშემატკივრობდი, მაგრამ იყო ბევრად უფრო სტაბილური. წელს ნახეთ ეგეთი შედეგი, რომ სპრინტის დამატებამ და სტაბილურმა შედეგმა, აი როგორ მარტივად გადაძლია, ნუ არც ისე მარტივად, მაგრამ საბოლოო ჯამში ფაქტია, რომ გადაძლია აი ამდენით მეტი პირველი ადგილი, ამდენით მეტი ადგილი პოდიუმზე. საბოლოოდ 10 თუ 11 ქულის სხვაობით დამთავრდა, თუ არ ვწდები, მოკლედ ძალიან მაგარი სეზონი იყო და რა ვიცი, როგორც ტრანსპორტზე, ეკიპირებაზე და სხვა რაღაცებზე ვაზიარებ ხოლმე ჩემს რჩევას და აზრს, აი ასევე გულწრფელად გირჩევდით, რომ ვისაც ეგ გართობა მოგწონთ და ვისაც ეგ ადრენალინი გინდათ, უეჭველი იყიდეთ პასი, უკვე დაიდო შემდეგი წლის ბილეთებიც, ანუ მოსაწვევები, ფიზიკურად დასასწრები, უკვე იყო როგორ ტესტავენ ეს რბოლელები, ხო ახალ გუნდებში გადავიდნენ და ტესტავენ ტრანსფერების შესაბამისად რა მოტო თიმშიც მოუწიათ ყოფნა იმ თიმის მოტოებს. რაც ასევე ძალიან საინტერესოა და $5 დიდო მაგალითად მაგ სატესტო სანახაობის ბილეთი ონლაინ პასი. ნუ ვინც იმაზეც კაიფობთ, რომ ვინ რა ხასიათავლენს და იმ დღეს ფორმაშია თუ არა და ვინ როგორ ცდილობს ფონს გასვლა, თუ უფრო დეტალებიც გესმით და მოგწონთ და გართობთ, უეჭველი საყიდელი არის ეგ პასი. როცა რბოლების ნახევარი უკვე ჩატარებულია, მე აკეთებენ ხოლმე 50%-იან ფასდაკლებასაც, თუმცა მე აი 100%-ით უწევ რეკომენდაციას იმას, რომ იყიდოთ 2025 წლის პასი, აი მაგრად ისიამოვნებთ.
თითქმის მოვედით რბოლასთან. რბოლას ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ. არც ერთ ვიდეოს არ ტოვებ რბოლა. თუ უყურებთ ჩემ ვიდეოებს, ყოველთვის ვარ ძალიან მადლიერი. ხარდაჭერისთვის, მეგობრობისთვის, არხის სპონსორობისთვის, იმისთვის რომ ეძლევა საშუალება რომ ამ არხს ეს დრო დაუთმო, რა დროსაც უთმობ. მივდივარ ჩარლის საყიდლად, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ზამთარში გაჩერებას არ ვაპირებ და ეს პირველი წელი იქნება, როცა არა სკუტერი და არამედ მოტოცივე ვივლი ზამთარში. სკუტერი ხოთზეა, ვისაც მისი ბედი ვლალი გაინტერესებთ, ჩემი Long GX1. ხოთზეა დადის, რა ვიცი, ხმარო ყოველდღიურობაში ჩვეულებრივად. ნუ ცოტა ოდნავ უფრო შეცვლილი მაქვს სამოძრაო გრაფიკი, განრიგი და დისტანცია, რის გამოც მანქანაზეც მე უფრო რაღაც ჰიბრიდულად დავდივარ მოტოცის სკუტერის და მანქანითაც ამ სეზონზე. თუმცა სკუტერი ჯანზეა და გიჟივით დაგრიალებს ისე როგორც ეკუთვნის და როგორც უნდა დადიოდეს. მანამდე კი სანამ ამინდებია გავწურო. დღეს სხვადასხვა ძალიან კაი მზე ეწერა და რა ვიცი, მე ხა აქ მზეს ვერ ვხედავ. აწი ხა ეს არაფერს აღარ გამოანათებს, ბნელდება. 2 საათში უკვე ალბათ დაღამდება, მაგრამ დღეს ძალიან მინდოდა მოტოცის წამოსვლა და შევიდეთ შიგნით. ერთი სული მაქვს, ბიჭო, ჩავიცვა, რანაირია ვნახოთ. ჩუქრად, ვიღაცა მიიღო. მადლობელი. ასევე. კაი დღე და კაი საღამო. ნაკაცრი არ და? რა? ნაკაცრი ქონდა? კი, კაცო, ეგეთ ჩამოვიდა. მე მგონი ეგაა ზუსტად რა. ზომის კონჩი იმენა ზუსტად ეგაა, არა? არც ჩაგიცვიო მე მგონი, ხო? კი, მეც ვაიმი. გეცვა ემი? აი აქ ქონდა რა, პროსტატი რა. ბილი არის და ხო, ეს თვითონ მოტოს რა ეგეთი არის. ჩემნიორაც კანთან ახლოს იქნება რა. რო არის ფრიალოს და არის შრიალოს რა. თორე იდეაში უფრო კომფორტული არის, ბუნებრივია, მაგრამ ეგეთი overpaint-ი. ხო, სხვათა შორის ფეხსაცმელი რა მინდა რა. ფეხსაცმელის და შემთლიანის ვიკვრები რა, მთლიანი პაკეტი ვიქნები. ბიჭო, მაგარი კაი მოტო მოაგდო ისენი კამ ყოჩახ. ძალიან ფრეში არის, აი ძალიან. სამაგიერო ჩემი საბურავი 600 ლარი არ ღირს. ო, მართალია კი, საბურავი 600 ლარი არის. 200 ლარი არ ღირს. სარკე რა ღირს შენი? არის, 15 ლარი და არა, 15 ლარი არ ღირს. 15 ლარი. მართლა? ხوار გადმოждდემ ეს ჯორნოზე. შენ ჯორნოზე просто დამჯდარი არ ხარ და მაგიტო ორ. აი, არ მსვავდა, უნდა დამსვა და. მოდი აბა. ტესტ დრაივი. აბა. ონცარი დაარტყე, просто რომ სიჩქარე აიღო. წავიდა ჩემი მოპედით. ეს უფრო ლამაზია შეგინა ვიდრე ჩემი რა. ვითომ? განსხვავდება? ასე უკენ უფრო მომწონს. აბა, კომენტარი. პროსტა სუნი არის რა შებოლი. ორი ტაქტირო არის. შებოლი თევზი სუნია უბრალოდ რატო არ ხო არის ეს? აი მაგის. თევზი ხო არ იყიდება სა. სეზონი მოვიდა ხამს. მაგარი გაწევაა. როგორია გაწევაში ნორმ ხო? ბიჭო 50 კუბის პალობაზე ძალიან კაია რა. 50 კუბია. კი, 50 კუბია რა. აი ეგეთი ვარიანტი რა. ცოტა მოკლედ აი აქ დამცავები დებს გვერდებში და მუხლში. რაც ნუ ბუნებრივი არის რომ არ უნდა მოძრაობდეს. ეგ ხსნის იმას რომ ცოტა ესე გადატკეცილი მაქვს. აქ კიდე მეორე ვარიანტი არის. რომელიც არის overpaint-ი. ეს უფრო იაფიღებს ხო? ხო. ეს overpaint-ი უფრო იაფიღებს, მაგრამ ნუ ფართეა ძალიან და მე არ შემიძლია რა ეს ფართე შარვლები, იმიტომ რომ მოტოზე განსაკუთრებით ნუ მე ძალიან ფრიალებს დროშასავით და უწუხდები რა. კაი შოთა. მადლობა და დროებით. გაიხარე, კაი. აუ შოთა რა უძნესია. ბოლავს რა, გავიდა. აუ რა კაია. პატარა ბავშვებს რო ხარიათ ახალი სათამაშოები, აი ეგრე მიხარია, ზუსტად ახალი ეკიპირება, რაც არ უნდა იყოს, ჩანთი ჯიბის ფეხის ჩანთიდან დაწყებული, დამთავრებული ყველაფრით. აკე ბოლომდე რომ აქ მიკეცილი და გადმოხრილი, რეზონირებს საქარემინასთან. მაგრა თავად? მე მგონი ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს. არა. მაშინ აწი გავიცნობთ. გაიხარე. შენი გამომწერი. მადლობა, შემოგევლე. კარგად. მოიცა რა კარგად კაცო, საწავედით. ის ერთი წავიდა და ყველას გვეგონა რომ წვანა იყო რა. კი ნაღამ გავყევით. ოჰო. მე მგონი ამ წრედს შევკრავ ბოლომდე და ფიურიგანის ყველაფერი მექნება რა. ხელთათმანი, ფეხსაცმელი, შარვალი, ქურთუკი.
აუ ტიპები სასტრაფოს ორი ქუჩის იქიდან მიყვებიან რა იყო გამატარეთ ხო ბევრად ნაკლები მოჭიდება გვაქვს ასფალტზე ნუ ამინდის გამო ბუნებრივია ასფალტი ცივია აღარ არის სითბო ჯამში მე მგონი ეხა უფრო სიამოვნებ რა არ ცხელა არ ოფლიანო ფიზიკურად ხოძზე ხარ აი რაღაცნაირად ენერგიულად ხარ რა მოკლედ ზაფხულში კოფეინსთან ყავას სვავან რედბულსთან რავი თქვენ რა სვავთ ხოლმე მე ყავის გარდა პირდაპირ გეტყვით რომ არაფერს არ ვეკარები იმიტომ რომ ის მინარევები რაც ენერჯი დრინკებში არის დიდად არ მომწონს ძირითადად ჩემი ენერგიის წყარო არის მხოლოდ და მხოლოდ კოფეინი და აი ეგრევე ოფლიანობ ტანსაცმელი 5 ჯერ გამოსაცვლელი რაც არ უნდა საზაფხულო ქურთუკი გეცვას მაინც იოფლები პერიოდულად ეხა ისე კომფორტულად ვარ მით უმეტეს ესეც რომ ჩავიცვი ხო და ეხა უფრო კაია მე მგონი სადმე წასვლაც ვიდრე გაგანია ზაფხულში მოკლედ შემოდგომა გაზაფხული არის ჩემი საყვარელი საოცარი ამინდი დაახლოებით 1 კვირა გავიდა მას მერე რაც აი ეს შარვალი ბოლოს ამ კამერით რო გადავიღე ესე საშილად ჩანდა რომ საერთოდ ვერ გამოვიყენე ეგ კადრები ამიტომ მედია ეხლა მაინც ჩანს მოკლედ აქ მიდევს დესამიოს დაცვა რომელიც ჯერ არ გამოსულა და 2025 წლის სავარაუდოდ პირველი კვარტლის ბოლოს ვიხილავთ ბაზარზე ეს არის დიაბლო რომელიც არის აბსოლუტურად განსხვავებული პატერნი არის ფაქტიურად ბოლო სიტყვა ყველაზე მაგარი ყველაზე მსუბუქი ყველაზე ჰაერის გამტარი და კომფორტულად სახმარი level 2 დაცვა იდაყვისთვის ან მუხლისთვის ქვია limb protection-ი ანუ არის კიდურის დაცვა რადგან ფორმა აქვს შედარებით განსხვავებული რის გამოც სავარაუდოდ ხარში ვერ ჩავდებთ საოცარი ამინდი გვაქვს დღეს მგონი იქიდან წასვლა ჯობია რადგან მეფმა ესე მაჩვენა და მოდი ვცადოთ მოტოს გავრეცხავ ხოლმე და მე ერთ ვიღაცის ეზოს მორწყვაში გავივლი და ეგრევე თავიდან გასარეცხი ხდება ამიტომ მეგობრებო ნუ რწყავთ ეზოებს აღარ არის ეგ სეზონი გირდება წინა საბურავი სასტრაფოდ ძალიან დამიდნა და გჭირდება სამუხრუჭე სითხეების შეცვლა, რასაც სავარაუდოდ მე თვითონვე ვიზავ და ალბათ გაჩვენებთ კიდევაც რომ მე თვითონ ცოტა ხმომაღალი ნათქვამია, მოკლედ მეგობართან ერთად შევცვლი. თან ალბათ გადასახებადაც საინტერესო იქნება. ზოგადად ეგეთი რაღაცების კეთება ძალიან არ მიყვარს. ვერც დიდად თავს დავდებ რომ ძალიან კარგად გავამდის, თუმცა არის რეალურად აი უმარტივესი 2x2 და სოლიდურად ყველას არც თუ ისე ხელმარჯვე ადამიანსაც კი შეუძლია თუ კარგად ნახავს როგორ ხდება ონლაინ და ყველა რჩევას გაითვალისწინებს რა ტიპის მასალაც იცით რომ ინტერნეტში დღესდღეობით ულევადაა აი მართლა ყველას შეუძლია რომ თავისით დაასერვისოს თავისი მოტო როცა სვეტად ნაწილებზე ლუბრიკანტებზეა საუბარი მათ შეცვლაზე რავი ზეთის შეცვლაც მოკლედ აი ძალიან ელემენტარულია რეალურად ყველაფერი უბრალოდ მაინც და მაინც ესე დაკვირვებულად დროის დათმობა არ შეგიძლიათ ამისთვის და აი უცებ-უცებ აპირებთ გაეშვათ იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა სისულელე გააკეთოს და მე ისე ვიღაცასთან მისაყვანი გაგიხდეთ და მე იფიქროთ რომ თაბურავი აქვს დაშვებული ვიღაცა ასე თუ რა ჭყაპაჭყუპის ხმები რატო ის რაღაცა ხმები ქონდა უცნაური ხო და მოკლედ თუ დარწმუნებული არ ხართ იმაში რომ გამოგივათ ნორმალურად გაეშვით. მე მგონი აქედან გადმოსვლა ჯობია ხოლმე როცა იქით მივდივარ. აუ მაგრამ მომენათ რა ვიდეოების დადება. ბოლო პერიოდში ვისაც ხვდები ხოლმე ყველა მეუბნება რომ აი როგორ აქტიურობდი და რატო აღარდებ ვიდეოებს. კონკრეტული პასუხი სიმართლე გითხრათ მაგაზე არ მაქვს. ნუ ალბათ ისევ ის ბანალური 1000 რაღაც ხდება და სამწუხაროდ ყველაფერთან ერთად არ არის ხოლმე იმისი ფუფუნება რომ თან დღეში 10 საათი ამასაც დავუთმო, მაგრამ კი იცით რომ ყველაზე მეტად რეალურად ამის კეთება მიყვარს. დიდი მადლობა რომ გაგვატარა. კიდე GoPro Max ზევით ასაწევი. საინტერესო რა ხდება. აუ ხო არ გადაო. ავარია. ნაურა სამწუხაროა. მანქანაა გადატრიალებული. ვა. საშინელება რა. ვიღაც მეგონი ცუდადაც არის. სიფრთხილე ყველაფრის ფასად მეგობრებო. არ მაინტერესებდა რა ხდებოდა სკუტერიც ეყენა მეგონა რომ ორბორბლიანი ტრანსპორტით დაზარალდა, მაგრამ მანქანა იყო გადატრიალებული. ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებს მოკლედ ყველას რა. და აი ამ ყველაფრის პარალელურად რასაც აი ესე ყოველდღიურად ხედავთ ხოლმე, უნდა გამოვიყენოთ ყველანაირი გზა და ყველანაირი საშუალება უსაფრთხოებისთვის რაც არსებობს. ყოველწლიურად რეალურად თაობები იზრდებიან და უფრო მეტ პატარა ბავშვს რომელიც უკვე თვლის რომ დიდია აინტერესებს ხოლმე ეს გართობა. და ძალიან ხშირად მესმის ხოლმე კიდე ეგეთი აზრი რომ აი ეს ეკიპირება მაინც დიდად არაფერს არ გიშვება თუ ძალიან ჩქარა მიდიხარ და თუ რაღაცა ისეთი მოხდა რომ გუპოსან დაინტრე ნუ იმითი მაინც ვერაფერს ვერ უშველი არ არის ეგრეთ რაც წელს ეიკმაზე ვნახეთ ეხლა ჩვენთვის ცოტა ფანტასტიკის სფერო არის ჯერჯერობით ეს აირბეგები მაგრამ რაც სცენაც ეხა იქ ვნახეთ
აი იმ ქალის სახე და აი დაზარალებულთან ვინც იყო იმისი სახე და რა ვიცი, მოკლედ ნუ აი არ ვიცი კამერაში რამდენად გამოჩნდა, მაგრამ აი ვინც იყო დაზარალებული, სავარაუდოდ იმსახურებელი იყო ის ქალი, რა სახეც იმ ქალს ჰქონდა. რო ეძახდა ამ სასტრაფოს რო აქეთ მოდითო, ნუ აი მართლა მტერს არ პუტინს არ უსურვებ მაგას რა. ესეთივე მოაჯირი არის, აი ზუსტად აი ესეთი მოაჯირი არის. აი აქაც ესე ნახეთ კუთხე აწეულია. აი ზუსტად აი ამ ადგილას ძალიან ბევრჯერ მინახე. ეს რაღაცა ტრამპლინივით რო არის მაგაზე ავარდნილი მანქანა. ერთხელ ტრაილერი იყო გადმოტრიალებული, ერთხელ რაღაცა მომარაგების მანქანა, რომელიღაცა კომპანია. აი ესეთ კუთხეზეა საუბარი, ესე რო არის აჭრილის. მე როგორც დავინახე მაგის გამო იყო მოგონი გადატრიალებული ის მანქანა. Anyways, უსაფრთხოება ყველას. ეს საოცარი ამინდი გვაქვს. შევეცადოთ რომ შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა. და ორი სიტყვა მინდა გითხრათ აი ამ შარვალზე. ეს საერთოდ არ ვაპირებდი გადაღებას, თუმცა დაახლოებით კვირაზე მეტი გავიდა, რაც ამ შარვალს ფაქტიურად გაუხდელად ყოველდღე ვატარებ. ჩინაურებმა ბევრმა მკითხეს, რომ მართლა კაიაო და აი ეხლა მოგიყვებით რაც არის და კაია თუ არა, ეგ თქვენ გადაწყვიტეთ. ჩემნაირი ადამიანისთვის ვისაც უკცივა, ერთი ცალი თერმო შარვალს ქვეშ და 100%-ით დაზღვეული ხართ იმისგან რომ შეგწვივდებათ. გვაქვს D3-ო დაცვა მუხლებში და გვერდებში, გვერდები არის ეს. პირველად ჩავიდე რეალურად მან დაცვა ამ შარვლის მეშვეობით. აი ლემის შარვალზე ვფიქრობდი, რომელსაც level 2 დაცვა აქვს მუხლში, თუმცა X კიტი არის, რაც იმაში დევს. ამ შემთხვევაში გვაქვს D3-ო Ghost-ი, რომელიც, რა ვიცი, აბა ხედავთ რამეს ეხა ამ მუხლზე. მე მგონი საერთოდ არაფერი არ ეთყობა. შეუძლებელი არის რომ დაინახო. Ghost-ის თელი მუღამი ეგ არის, რომ თან არ ჩანს, თან კანის უნთქავს და თან გიცავს ძალიან კარგად. ნუ რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვიზუალურად იად არ მომწონს ხოლმე, რომ სულ არ მინდა რომ ეთყობოდეს, რომ მოტოთი ვარ სადღაც თუ მივდივარ და ალბათ ბევრია ჩემსავით. მოკლედ ვიცეგრე ხართ, ნამდვილად ძალიან მაგარი ოფციაა და თუ ცოტა ესეთი სავსე ათლეტური აღნაგობის ხალხი ხართ, მით უმეტეს თუ ოდნავ მაინც ჭარბიწონა გაქვთ, სულ ოდნავ მაინც ძალიან მეეჭვება, რომ თერმო ან რამე დაგჭირდეთ კიდე შიგნით. არის წყალგაუმტარი, აი რომ გადაისხა ზევიდან რამე, ჭიქით რომ დაისხა წყალი, ფეხი არ გისველდება, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, თავმაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ წვიმას და იმ ბუნებრივ დასველებას, რაც რეალურად ბუნებაში შეგვხვდებათ, გაუძლებს, მაგის დემონსტრაციას შეგვიძლია გავაკეთოთ. ვა, საკმაოდ ბევრი ხალხი გადის ქალაქიდან. გიორგობა რო არის, გიორგობას გილოცავთ ყველას სხვათა შორის. აშკარად კომუნიკაციით ჯობდა ძალიან მოსვლა. გახდა მოსაწყენი. აი ეხა აქაც რამე ავარია არ იყოს რა თქვენი ჭირი. ქორწილია? თუ რა ვიცი რა არის. ამდენი ქორწილია? რა სუსტის ეს ხალხი, რატომ მიდის ყველა ესენე? აუ, რა იყო. წესია რომ ვერ გამოვედით რა ქალაქიდან რა ისე რომ ვისი ამოვნოთ რა, სულ გაჭედილი გზა. რა გააკეთა რატო ჩახტა მან? გადასარევზოლში მიდიოდა და უბრალოდ ჩახტა ჯიგო. აუ რა მაგარი ნომერი აქვს ჯიგო. აუ ძალიან დიდი მადლობა ძმა, მაგრამ მაგ ბოლს ეხა მე ვსუნთქავ. აუ აყროლა ძმამ. ესე შეუნღვიმესკენ წასვლაც არ მაწყენ და ეხა რო აგვირდები. აჰა, აი აქ დაუცადოთ რა. მახსოვს ტრანსპორტერმა მომცა Ninja AX650 და ესე ვიყავი უბრალოდ ჩემთვის რა გადასაღებად წამოსული და აქ მივაჩერე ზუსტად მოტო იმ განზრახვით რომ ველოდებოდი ვიღაცას აღარ მახსოვს ვის. გადმოვედი 1-2 ფოტო გადავიღე და მოტოსთან ვიმბრუნდი რომ ზედ დავждე და გავიხედე და ალონიდან 2 წამის წინ გამოყვანილი, 2 თუ 3 დღის წინ გამოყვანილი ახალ მოტო ნული გარბენით Kickstand-ზე, რაზეც დგას ხოლმე გაჩერებული დაყენებული მოტო. ისე იდგა რომ ბოლომდე არ იყო Kickstand-ი გახსნილი. ალბათ ბუზის დაждომა უნდა რომ დავარდნილიყო. ძალიან არ დაზიანდებოდა, მაგრამ პლასმასებს დაეტირებოდა რა და სულ ახალი მოტოსთვის არის ძალიან შეუსაბამო რამები იქნებოდა. ეხაც მახსოვს როგორ გამიხარდა, აი ზუსტად აი ამ ადგილას, აი აქ მეყენა და არ ვიცი რანაირად დამემართა, მაგრამ მოკლედ აი ეგრე გადავრჩა მაგის დამტვრევას. ვა, ეს ახალი სეტაპი ძალიან სასიამოვნოა. რამოდენიმეჯერ დავტესტე, ამიტომ მივცევ ჩემ თავისუფლებას რომ 1-2 სიტყვა ვთქვა. DJI Mic 2 რისივერით მარტო ტრანსმიტერს თუ იყიდით, ანუ მარტო მიკროფონის კომპონენტს თუ იყიდით, არ გექნებათ გეინის კონტროლის საშუალება, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერ აუწევთ და ჩაუწევთ მიკროფონის გრძნობელობას. რის გამოც ჩაფხუჭი ჩადებული მიკროფონი ახლა აი აქ მიდევს, თქვენ ამას რა თქმა უნდა ვერ ხედავთ, იმიტომ რომ შიგნით მიდევს, არის ადგილი წინ ამისთვის და მიმღები მიდევს ჯიბეში. და დაბალ გეინზე, ძალიან დაბალ მგრძნობელობაზე ვიწერთ ჩემს საუბარს და სავარაუდოდ ისმის დიდი ალბათობით ხმა გესმით მშვენივრად ჩემი და
ყველანაირი კაბელები და გაყვანილობები და მაიმუნობები აღარ მჭირდება GoPro-სთვის. ამაზე ბევრად უფრო დახვეწილი ვერსია იგივეს გაკეთების არის Action 5 Pro, რომელშიც შეგიძლია რომ საერთოდ რომელთან ერთადაც შეგიძლია რომ საერთოდ არ იხმარო მიმღები, მხოლოდ ეს მიკროფონის კომპონენტი, რომელიც აი ამ ხელა გედოს აქვს და პირდაპირ GoPro-ს მაგივრად თუ Action 5 Pro მექნებოდა, პირდაპირ Action Pro-ში ჩაიწერებოდა ხმა. ანუ კაბელების დრო რა სეტაპს ხმარობ ძმა და რა მიკროფონი გაქვს, დამთავრდა ეგ დრო. ყველაფერი არის ცხადზე ცხადი, ყიდულობ DJI Mic 2-ს $100 მხოლოდ მიკროფონის კომპონენტს. თუ Osmo გაქვს რომელიმე, Action 5 Pro გაქვს, ან რომელიმე ისეთი კამერა გაქვს, ჩვენ შემთხვევაში Moto-ოლოგის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, Action 5 Pro-ზეა საუბარი, უკვე პირდაპირ შეგიძლია Bluetooth-ით დააკავშირო მიკროფონი. რას მოვესწარით, როგორ იხვეწება ყველაფერი. მაგიტომ არ ვამბობ ხოლმე, რომ ახალი თაობა ფაქტიურად Moto-ოლოგის თვალსაზრისითაც, თვითონ მოტოებით გართობითაც, უსაფრთხოების კუთხითაც აი Disneyland-ში დაიბადეთ რა. შეგიძლიათ ბევრად უფრო ხარისხიანად ისიამოვნოთ და ბევრად უფრო მარტივად აკეთოთ თუნდაც ვიდეოები და ყველაფერი რაც მოგინდებათ მოტოზე. აი ერთი ეგ არის რომ გზა არის ძალიან დატვირთული და ჩვენ რო ქალაქში გამოდიოდით გასართობად ეგ დამთავრდა. სპორტებით ქალაქში გამოსვლა უკვე მართლა ცოტა ისეთი არის, უცნაურია. აი ხა წარმოიდგინეთ აქ ჭამასმაზე რა ამბავი იქნება. საყვარელი ბავშვი. ხა ალბათ დაინახა და ფიქრობს რომ რა ჯანდაბაა და მე წლები გავა და მაგრა შეუყვარდება მოტო და რა თქმა უნდა მის ცნობიერებაში არ იქნება ჩანაწერი თუ რატო. თუმცა ქვეცნობიერს სულ ემახსოვრება რომ მოტო რო დაინახა ესე უყურებდა როგორც ეხა უყურებდა. ძალიან საყვარელი ბავშვი. აუ გარეთ დაждომას ძალიან სასიამოვნო იქნება ეხა. და მოტოებიც აქვე დავიყენოთ რომ რა თქმა უნდა ხედავდეთ. მე მგონი მანქანებით როგორ შემოდიან მაგიტოს და თავისუფლებაა ხო. მე მგონი გარეთ ეგრევე არა. რა თქმა უნდა, ამას მიენძრა ძალიან სწრაფად ჯდება ხოლმე. ბიჭო ხო ახალი კამერა მინდა რა. და ისე უცებ ჯდება რომ აი პროსტა აზრი არა. D3-ო Diablo. ეს ჯერ არ არის გამოსული. მაღაზიებში ამის შეძენა შეუძლებელი არის. მილანში D3-ოს კუთხეში რო ვიღებდი ვიდეოს, მოვიდა იქაური ამათი წარმომადგენელი. რა არის ახლა ამაში გასაოცარი და საინტერესო. მიუხედავად იმისა რომ არის level 2, შეგიძლიათ აი ესე გააკეთოთ. და ბევრად უფრო მეტი სივრცე იმისთვის რომ კანმა ის უთქოს და ეს უფრო მეტად საინტერესო იქნება ზაფხულში, იმიტომ რომ ზამთარში პირიქით შეიძლება სითბო ურჩევნია. ძალიან თხელი level 2-ის კვალობაზე, ასე ვთქვათ. ახლა რაც შეეხება იმას თუ რა დევს level 1 დევს ამ კურტუკში და ვნახოთ რა დევს შიგნით და შევადაროთ ერთმანეთს. აუ, აი, ცადა დედამიწა რა, ცადა დედამიწა. იდენტური დაცვის პერიმეტრი, თუმცა არ არის ისეთი მოქნილი როგორც Diablo შეგიძლიათ აი ესე დაგხვეწოთ და მე გაიშლება ისევ თავისით და გახდება აი ასეთი. თუმცა ნუ ეს მაგას არ აკეთებს, ამის ფუნქცია არ არის, ამის ფუნქცია არის დაცვა.